გამარჯობა მეგობრებო, კაი ხანი არ ვილაპარაკია რაღაც ემიგრანტულ გამოცდილებებზე და ამ შემთხვევაში უფრო ემოციურ და მენტალურ თემებზე ვილაპარაკებ და ერთი რაღაც გამახსენდა ადრე და მინდა რომ ეს გამოცდილება გაგიზიაროთ. ყოველთვის როცა ესეთ თემებზე ვლაპარაკობ ხოლმე, მინდა აღნიშნო რომ კარგად მესმის რომ ის ადამიანები რომლებიც ბევრს მუშაობენ და თქვა ახალი ჩამოსულები არიან და აი ამ ფეხის აწყობაში არიან ამ ტემპის და ზოგადად ამ სისტემის და მენტალიტეტის შეიძლება რაღაც მომენტში ესეთ რჩევას რომ ვიძლევი ხოლმე ვიღაცა მიფიქროს რომ ცოტა გავუბერე, მაგრამ ჩემთვის მაგალითად აი ზუსტად მაგ ეტაპზე ძალიან მნიშვნელობა ჰქონდა რაღაცა რეკრეაციულ აქტივობებს, რომ დასვენების დღეები რაც მქონდა ხოლმე ვცდილობდი რომ გარდა იმისა რომ თქვა შეიძლება ერთი დღე ეგდე და ვისვენებდი გამუნძრეულად, ყოველთვის ვცდილობდი რომ თქვა სადღაც გავსულიყავი ამ შემთხვევაში ნიუ-იორკ სიტიში რომ ცხოვრობდი და ის სიკეთეები რეკრეაციულად რაც შეუძლია ამ ქალაქს მოქცეს გამომეყენებინა მაქსიმალურად და ერთ-ერთი აი რამაც ძალიან იმოქმედა მაშინ და რაღაცაერთ ემოციურადაც ჩავებღაუჭე იმას რომ აი ათაურობის მიმართ რაც შეიძლება უკეთესი განწყობების შემექმნა და ეს დამხმარებოდა უფრო მეტად ადაპტაციაში და ამ ყველაფრის ფერთან გამკლავებაში იყო ეს მომენტი რომ ძალიან დათრგუნული ვიყავი ნიუსი ვნახე რომ დიდი ხნის წინ იყო ეს დაახლოებით ალბათ 8 თვის ჩამოსული ვიყავი სულ 2018-ში ბენქსი იყო ჩამოსული ნიუ-იორკში და ეგრევე გავედი რაღაც გავიგე რომ მანჰეტენზე რამდენიმე ადგილას დატოვა თავისი სტენსილი და წავედი და შთამბეჭდავი იყო თავისთავად, იმიტომ რომ ხა ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია ვადევნებდი, თვალყურს ხა ინტერნეტში ვინც კი შესულა ოდესმე ბენქსი ვინ არის, ყველას ეწოდინება. აი ეს მომენტი რომ ისეთ ქალაქში ვიყავი და ვცხოვრობდი, რომელშიც შეიძლება ბენქსი ჩამოვიდეს და გააკეთოს რაღაცა სტენსილი, ეს მაგრად გამისწორდა და დამეხმარა იმაში, რომ რაღაცა ცოტა პოზიტიურად გამწოვილიყავი იმ ყველაფრის ფონზე რაც ხდებოდა რა ჩემ ცხოვრებაში, იმ შემთხვევაში აი ეს ახალი კულტურა, ეს ემოციური დათრგუნულობა, ვთქვათ, ის რომ ყველაფერი რაც შენ ცხოვრებაში იყო უკან გაქვს დატოვებული და ოკეანის გაღმა ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს რაღაც ამ ქსოვილში ჩაჯდომას აპირებ და აი ესეთი პატარ-პატარა რაღაცეები ძალიან მეხმარებოდა ხოლმე. ამიტომ თუ ცხოვრობთ ისეთ ქალაქში, სადაც ესეთი რაღაცა კულტურული ივენთები არის ხოლმე, რომ თქვათ იქ რაღაცა, თქვათ, აი, მაგალითად ვიცი, რომ ბევრ ქართველს და ქართველებში პოპულარული არის მოდილიანი სიტყვაზე რა და შეიძლება რაღაც მომენტში კიდევ ერთხელ ამბობ რაღაცა მიფიქროს, რა თუ ძმა ხარ, ეხა აი ძოლები რო გტკივა და ისეთი დაღლილი რო ხარ და ეგეთი სამუშაო მქონია ამ ქვეყანაში და დაახლოებით წელიწად ნახევარი მაგ პირობებში ვიმუშავე. მესმის, მაგრამ აი რაღაც სულიერ მომენტში ეს სულიერი საზრდო მაგრად გეხმარება რა და თქვათ აი თუ ხარ ისეთი ტიპი რა რომელსაც მოდილიანი ან ვიღაცა ეგეთი ევასება და ცხოვრობ ნიუ-იორკში შეგიძლია ისარგებლო აი ამ სიკეთით ამ ქალაქისა რომ რამდენადაც აგრესიული და რამდენადაც დამთრგუნველი და მძიმე არის ეს ქალაქი რაღაცა ესეთ პატარ-პატარა ემოციური კუნძულები შეგიძლია ყოველთვის იპოვო და მიხვიდე ვთქვათ მეტროპოლიტენში და ერთი დღე საკუთარ თავს დაუთმო რომ აი არ ჩამოიშალო საერთოდ რა ემოციურად და ფიზიკურად და სულიერად და რაღაცა ყურადღება გადაიტანო იმ არათუ რაღაცა პრობლემებისგან რომელიც შეიძლება სამშობლოში გაქვს დატოვებული და ზოგადად ხდება საქართველოში და ასევე უამრავი პრობლემა რომელიც აქ გაქვს როგორც მენტალური ესევე ფიზიკური აი ეს პატარ-პატარა რაღაცეები ერთადერთ რომ გამოიყენოთ აუცილებლად და შეიძლება კონცერტი იყოს, ეხლა ზაფხულში მაგალითად ძალიან ბევრი ღია კონცერტები იქნება სხვადასხვა პარკებში, მით უმეტეს დიდ ქალაქებში და ეცადეთ რომ ნახოთ აი ეს რაღაცა ივენთები, რომელზეც ეცდებით რომ საკუთარ თავს მიეცით იმის საშუალება, რომ ემიგრაციაში და აი ამ მძიმე მუშაობაში ცოტა დაისვენოთ.
ფიზიკურადაც და სულიერადაც და ემოციურადაც ხანდახან. ხო და აი ამის თქმა მინდოდა, ამის გაზიარება, რომ თან აი მაგალითად შევამინდა მივცეთ თქვათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უფრო ევასებათ რა, ეს ხელოვნება და თვითონ შეიძლება მხატვარი იყო, ამ მწერალი ან რაღაცა და აი ამ პონტებში გინდა თქვათ ამ სამუშაოსთან ერთად რო გაიჩითო, აი თქვათ ნიუ-იორკში შეგიძლია გაიარო გალერეებში, პატარ-პატარა გალერეებში და ნახო იქ თქვათ ლოკალური პატარ-პატარა არტისტები, რომლებსაც პატარ-პატარა გამოფენები აქვთ და იქ ამ ხალხს ეურთიერთო, იქ ოღონდ ესენი თავის არტზე და რაღაცაზე ალაპარაკი და შენი გაუზიარე რაღაცა მოუყევი ამბები და შემდეგ ეს აი ესეთ თემებში შეგიძლია ძალიან მარტივად გაიჩითო ადამიანი და ამ ესეთი რაღაცეებით მე გირჩევდით, რომ ისარგებლოთ იმისთვის, რომ ცოტა შეიმსუბუქოთ ყოფა. კიდევ ერთხელ მესმის, რომ შეიძლება რაღაც ბევრს მუშაობენ ადამიანები განსაკუთრებით პირველ ეტაპზე და რაღაცა, მაგრამ მაგ დროსაც კი ჩემთვის მაგალითად დიდი შეღავათი იყო ხოლმე, როცა სადმე ეს ეგეთ პონტში მივდიოდი რა. თქვათ ბროდვეიზე რო წახვიდე მაინც და მაინც არ არის საჭირო. აი ჩემ მეგობარს რამდენჯერმე წაყვანილი ვყავარ პატარა off-Broadway სპექტაკლებზე და ვნახე თანამედროვე ამერიკული სპექტაკლები და როგორ რა თამაშობენ, რა იდგმება და რა აინტერესებს ახალს, რა მოწონს, რა არ მოწონს და ასე შემდეგ და ესეთი რაღაცეები ასწორებდა რა, მეხმარებოდა იმაში, რომ უფრო ადვილად გადამეტანა ის სიმძიმეები, რომელიც ემიგრანტის ცხოვრებას მოაქვს, ხო და მოკლედ რაღაცნაირად ამის გაზიარება მინდოდა.